ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25% პუნქტით 8.25%-მდე გაზარდა. სები ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან მომდინარე ინფლაციურ წნეხს უკავშირებს, რადგან აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 2 წლის მაქსიმუმია. ეს 2024 წლის 22 მაისის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პირველი გადაწყვეტილებაა. კონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები. ეს მოლოდინები და ეს რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც არის ნავთობის და ნავთობების იმპორტიორი ქვეყანა. ასევე არავინ იცის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, როგორი იქნება შემდგომი ფასების ვოლატილობა გარებაზრებზე და აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით ჩვენ გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ანუ ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა მოახდინა. აქ ფასები წლიურად 7.9%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ფასების მატება ცილოვანი პროდუქტების თევზი, ხორცი ქვეჯგუფებში. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ თევზეულის ქვეჯგუფში ფასები წლიურად 21.3%-ით არის გაზრდილი, ხოლო ხორცის პროდუქტები 10.1%-ით გაძვირდა. მაგალითად, შებოლილ თევზი გაძვირებული არის 26%-ით, ხოლო საქონლის და გორის ხორცი 19.1% და 5.7%-ით. შესაბამისად, მიმოხილვაში ამ ორი კონკრეტული სახეობის ხორცის გაძვირებაზე აქცენტი ირაკლი კობახიძის ცნობილმა ფრაზამ დამასმევინა. 460-ად გაყიდენოთ 10 კვერცხი. კოდის კვერცხი გულისხმობთ, ამას არ ხორცი რაღაც იცით? კამათობთ ვიკავ, ხორცი რაღაც იცით? თქვენ მე გაყიდენებთ კონკრეტულ ფასში. რამდენში? რამდენშია თქვენ მითხარით და მე შეგისწავლე. მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ბორის რბილ ხორცს გაყიდენებთ 9 კილოგრამს 10 ლარში. ხოლო ბოლო 1 თვის აპრილ-მარტთან შედარებით ჭრილში სურსათის ჯგუფში ფასები 9% გაიზარდა. თვის განმავლობაში ყველაზე მეტად ხილი და ყურძენი, ასევე ბოსტნეული და ბახჩეული გაძვირდა. კი სურსათის ჯგუფში არის პროდუქტების, რომლებზეც ფასი შემცირდა, მაგალითად წინა თვესთან შედარებით მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები 2.9%-ით გაიაფთა, ხოლო რძე, ყველი და კვერცხი 1.9%-ით. თუმცა წლიურ ჭრილში 2025 წლის აპრილი 2026 წლის აპრილთან პრაქტიკულად ყველა ძირითადი საკვები პროდუქტი გაძვირებულია, მათ შორის პურპროდუქტები და შაქარი და ტკბილეული. აქვე ერთი საინტერესო მომენტი, TBC კაპიტალმა ამ რამდენიმე დღის წინ ინფლაციის პროგნოზი გაზარდა, თუმცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროებას ვერ ხედავდა. TBC კაპიტალის მოლოდინით სები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს წლის განმავლობაში უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნებდა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი არც გალტენტაგარც ჰქონია. წლიური ინფლაციის პროგნოზს ამ საინვესტიციო ბანკმაც გადახედა და წლის დასაწყისში არსებული 3%-იანი მაჩვენებელი 4.8%-მდე გაზარდა. ამასთან მეორე კვარტალში საინვესტიციო ბანკი 5%-ზე მაღალ ინფლაციას ელოდება. როგორც პრემიერ-მინისტრისგან გავიგეთ, ინფლაციასთან დაკავშირებით მთავრობა ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მათ შორის სებთანაც მუშაობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფლაციის სტაბილურობისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული. საბოლოო ჯამში ჩვენი მთავარი ამოცანა ინფლაციური პროცესების დასტაბილურება და ამასთან დაკავშირებით მუშაობთ სხვადასხვა სტრუქტურასთან, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ინფლაციური პროცესები გაგრძელდეს სტაბილურად. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის, როგორც მოგხსენებათ, 3%. მნიშვნელოვანია 3%-ს ქვემოთ არ ჩამოწდეს ინფლაცია, ყოველწლიური ინფლაცია, იმიტომ რომ ეს აფერხებს ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ არც 3%-ს უნდა აცდეს მნიშვნელოვნად. ხო, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მართოთ ინფლაციური პროცესები და ამაზე მუშაობთ ყველა სტრუქტურასთან. საქართველოს ეროვნული ბანკი ეგრეთ წოდებული ფასების საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩართული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ფასების შესწავლის აუცილებლობაზე საუბარი დაიწყო, ამ სტუდიაში ჩემი სტუმარი სების ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რომელიც ამ პროცესს მიესალმებოდა. მინდა რომ მოკლე კომენტარი გაგაკეთებინოთ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ის ფასებით არის უკმაყოფილო. მანდაც გეცილებათ.
ფასებთან მიმართებაში ის რომ მაგის პირდაპირ მანდატი არის ფასების სტაბილურობა და ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ ბოლო წლებში პრინციპი შეგვიძლია ვთქვათ რომ ვართ დაბალ ინფლაციურ გარემოში ახლა ვთქვათ მიმდინარე საბაზო ინფლაცია არის მიზნობრივზე დაბალი, ჯამური ინფლაცია სამხმარებლო ფასების ოდნავ უფრო მაღალია, თუმცა ეს საბაზო ეფექტი არის განპირობებული და ველოდებით რომ კვარტალში ის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. ეს შეეხება ფასების დონეს, თუმცა იმ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბაზარზე ფასდების პრაქტიკებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები, შეიძლება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა იყოს, შეიძლება ზოგადად სხვანაირ ფასდების სამართლიანი პირობების კუთხით კონდეს გამოწვევა და ეს ეროვნულ ბანკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკის განხორციელებისას უშვებთ, რომ ჩვენი ინსტრუმენტები გადაეცემა ბაზარს და ბაზარზე ფასდახდება ხდება, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური ფაქტორების გათვალისწინებით. ამიტომ თუ ჩვენ გვიდგას ასეთი რისკები, მხოლოდ მივესალმებით თუ გამკაცდება, ასე ვთქვათ, მისი კონტროლი, რომ აღმოქმნათ ბაზარზე პოტენციური დარღვევები თუ ასეთი არსებობს, იმიტომ რომ გვესმის რომ კერძო სექტორს აქვს მოგების მაქსიმიზაციის მიზანი და ყოველთვის შეიძლება იყოს ცუდნება, რომ რაიმე დარღვევა ხდებოდეს. ასეთი რამ თქვა, მოვიკვლიოთ სწავლეთო და ფაქტობრივად ჯამში თქვა რომ აი ეს განსხვავებები ფასებში შედარება ესე ვთქვათ ევროკავშირის ქვეყნებთან და ასე შემდეგ ძირითადად საქართველოში ბიზნესის სიხარბით არის გამოწვეული რაც თქვენ თქვით როგორც მოგების მაქსიმიზაცია ამ შემთხვევაში თქვენ იყავით ჩართულები ამ კვლევაში და ზოგადად სანამ ასეთი ტიპის განცხადებები გაკეთდება თქვენთან კონსულტაციის გავლა ესე ვთქვათ როგორც მაინც რეგულირებელთან და ფასების საერთო დონის ესე ვთქვათ მთავარმა კონტროლებელთან რამდენი მიზანი შეწონილი არის როგორ ფიქრობთ? ჩვენ ზოგადად უყურებთ ფასების საერთო დონეს და მის ზრდას გრძელვადიანად და ჩვენი ინსტრუმენტები აქეთ არის მიმართული, რაც შეეხება როგორც მარეგულირება, ჩვენ მას ფინანსურ სექტორს ვარეგულირებთ, ამიტომ ფინანსურ სექტორში თუ არის კონკურენციის დარღვევები, ამას ჩვენ რეგულარულად სწავლობთ და ვარეგულირებთ. და საუბარი არის უფრო რეალურ ეკონომიკაშია. კარგია რომ ეს ახსენეთ, იმიტომ რომ მაგალითად რიტეილ ასოციაციის პასუხი იყო ირაკლი კობახიძის განცხადებაზე და იქ რამდენიმე ფაქტორი იყო ჩამოთვლილი, ესე ვთქვათ, რა აძვირებს საბოლოო პროდუქტს და ერთ-ერთი იყო საბანკო საკომისიოებიც. ამ კუთხით არსებობს რაიმე გამოწვევა, ანუ როდესმე თქვენს კვლევებში ეს ამოსულა, როგორც გამოწვევა? ბუნებრივია საბანკო სექტორები არ არის უფასო, ცხადია ნებისმიერ პროდუქტთან ახლოს როგორც საკომისიო, ასევე სასხების შემთხვევაში საპროცენტო ხარჯი, თუმცა კონკრეტულ პროდუქტზე ეს რამდენი გადაცემა ჯამურად ფიქრობ რომ მაინც იმ ბრუნის გათვალისწინებით რაც ჩვენ ეკონომიკაში არსებობს ეს ხარჯი ალბათ არ არის ყველაზე მთავარი ხარჯი რაც განაპირობებს ჯამში პროდუქტების ფასს. თუმცა ცხადია ეს საკომისიოები არსებობს თუ და ჩვენ ფიქრობთ, რომ კომერციულ საბანკო სექტორში არის საკმაოდ მაღალი კონკურენცია და კლიენტებს მათ შორის აქვთ არჩევანი, იმით უმეტეს მცირე ზომის სასურსათო მაღაზიებს, რომ აირჩიონ ბანკებს შორის გააკეთონ არჩევანი, ამიტომ არ ვფიქრობთ, რომ საბანკო სექტორი არის ამისი ძირითადი განმაპირობებელი ფასების დონის. ზოგადად როგორ ფიქრობთ, ესე ვთქვათ, ეს აკრეფილი ტემპი რეგულაციების და რაღაცნაირად მომხმარებელზე ამ ტვირთის შემცირება სწრაფად მოკლე დროში, რაც არჩეული აქვს ქართულ ოცნებას, ანუ რაღაც დროს შეიძლება საბანკო პროცენტებამდეც მივიდეს, იმიტომ რომ თუ შეადარებს არტემ ბეკეტოვმაც ეს თქვა, რომ დღეს ვთქვათ საქართველოში ნამდვილად მაღალია საპროცენტო განაკვეთები ქართულ კომერციულ ბანკებში, ისევე როგორც რეგიონში და ამის ნაწილი ცენტრალური ბანკები და მათი დამოკიდებულება ინფლაციასთან ესეც არის. დიახ, ნამდვილად ჩვენ საპროცენტო განაკვეთი გამკაცრებული გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობდა ინფლაციის რისკები, ვთქვათ, კოვიდის დროს და კოვიდის შემდეგ. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთები კი მაღალია, თუმცა ის მაღალია ასევე ანაბრებზე. ხოთ ეს ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი ლარში მაგალითად 11-12%-ს კი აღწევს, ამიტომ ბანკი არის შუამავალი თუ მოიზიდა ასეთი ღირებულების თანხა და ეს არის დღეს საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ჩვენ ბაზარზე ცხადია სასხებზე, შემდეგ ეს გადაეცემა და ჩვენ რო ხედავთ იპოთეკას ამ ბიზნესს 13 და 14%-ში ეს ფიქრობთ რომ არის სრულიად ბუნებრივი. საინტერესო რომ თითქმის ყველა სექტორს შეეხო საპარლამენტო კომისია, გარდა საბანკო სექტორისა, ამ ნაწილში კომისია არ შესულა დეტალურად იმის ანალიზში, თუ რატომ არის მუდმივი გამოწვევა საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და არის თუ არა ბუნებრივად მაღალი ჩვენს ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ის არის, რომ ასევე ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა, სადაც მის მიერ პირველ ვიდეოში ასევე კვლევის შედეგად მოკვლეული შედეგები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი და იმავე პროდუქტებზე ფასები, მაგალითად საქართველოში და საფრანგეთში განსხვავდებოდა და საქართველოში უფრო ძვირი ღირდა, ამ ახალი კვლევით უკვე აღარ დადასტურდა.
საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესუმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 57%-ით ძვირია. ჩვენ საბოლოო ჯამში, როდესაც უფრო სიღრმისეულად ჩავიხედეთ ფასებში და შევაფასეთ საერთო კალათა სოციალური, ასე ვთქვათ, ყველაზე საინტერესო პროდუქტების კალათა, ფართო მოხმარების პროდუქტების კალათა. საბოლოო ჯამში მაგალითად ჩვენ შევადარეთ საქართველოს და საფრანგეთის ფასები და აბსოლუტურად ობიექტურად ავიღეთ შესადარი პროდუქტები. დასკვნამდე მივედით, რომ 50%-ით ძვირია საფრანგეთში ზუსტად იდენტური პროდუქტის შეძენა, რასაც შესაბამისად უფრო იაფად შეიძენ საქართველოში. გუშინ BMG-ს კითხვა ირაკლი კობაქიძესთან სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ფასების სამთავრობო კომისიისა და სუსის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგების გასაჯაროებას შეეხებოდა, თუმცა ამ ნაწილზე ჩვენმა ჟურნალისტმა მხოლოდ ეს მოკლე ზოგადი პასუხი მიიღო. საპარლამენტო კომისიამ დადო უკვე საფუძვლიანი კვლევა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, რომელსაც ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ საერთო დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არის სტრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარების პირობებში შესაძლებელი იქნება მიწოდების ჩაჭრის დამოკლება და შესაბამისად ფასთამატის შემცირება. ეგრეთ წოდებული ფასების კომისიის ძირითადი დასკვნების შესახებ და თავად პარლამენტის შიგნით ამ დასკვნებით სამომხმარებლო ბაზარზე ფასების შემცირების მოლოდინთან დაკავშირებით ჩვენს მოკლე მიმოხილვას მოусმინოთ. სურსათის ფასებთან მიმართებაში მთავარი პრობლემა არა გადაჭარბებული მოგებები, არამედ არაეფექტური საოპერაციო ხარჯებია. ასეთია პარლამენტის ფასების კომისიის მიერ FMCG ბაზართან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის ერთ-ერთი მთავარი მიგნება. კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რომ აგრესიულმა და სწრაფმა ჩარევამ შესაძლოა სექტორში სისტემური რისკები და ფასების შოკური ზრდა გამოიწვიოს. ამიტომ აქცენტი საშუალოვადიან და გრძელვადიან მექანიზმებზე უნდა გაკეთდეს. კომისიის მიერ ერთ-ერთ საშუალოვადიან რეკომენდაციად ევროკავშირის დირექტივის გათვალისწინება და არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა სახელდება, რომელმაც მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს. შედარებით გრძელვადიან რეკომენდაციებს შორისაა მიწოდების ჯაჭვების ოპტიმიზაცია და ლოგისტიკური ცენტრების ცენტრალიზაცია. არსებობს ასეთი არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც არის ევროკავშირის დირექტივა და ამ დირექტივის ფარგლებში არაერთი მსგავსი ცვლილებები დაინერგა სტრუქტურულად, რომ ურთიერთობები ის ასიმეტრია, რაც არსებობს ბაზარზე, მომთამაშეებს შორის გასწორებული იყო. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ამ დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში და პარლამენტმა შემდეგ უფრო UTP დირექტივა არის ცნობილი არსებული დირექტივა, უნდა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო. ფასების კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია ასევე, რომ FMCG ბაზარზე მონიტორინგი გამკაცრდეს და ამ მიმართულებით დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტი შეიქმნას. ასევე მოიაზრება, რომ შესაძლოა ეს ფუნქცია კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შეითავსოს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, თუ კი ეს მანდატი მათ უწყებას დაეკისრება, ისინი მზად არიან ეს ფუნქცია ჯეროვნად დაღასრულონ. რეკომენდაციების საფუძველზე იქნება მთავრობის მიერ რიგი გადაწყვეტილებები მიღებული, თუ იქნება სამართლიანი ვაჭრობის შესახებ აღნიშნული დირექტივა, ქართულ სპეციფიკაზე ორიენტირებული და ის მთავარი საკითხები, რომელსაც უნდა უზრუნველყოს იგივე ფინანსური დისციპლინის თუ სხვა ტიპის ურთიერთობების გარკვეულ სტანდარტიზაცია და ჩარჩოში მოქცევა და აღნიშნული ფუნქციის აღსრულება დაეკისრება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ჩვენ უნებრივია გამოვთქვათ მზაობას აღნიშნული მიმართულების აღსრულება ეფექტურად უზრუნველყოს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დირექტივის გათვალისწინება და არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის ინიციატივა ქართულ ოცნებას 2023 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ პროცესი ბოლომდე ვერ მივიდა. როგორც უკვე დღეს ფასების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, იგეგმება, რომ დარეგულირდეს როგორც გადახდის ვადები, ასევე ქსელების მიერ დაწესებულ გადასახადებში მეტი გამჭვირვალობა და სიცხადე შევიდეს. აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის პროექტს მხარი
8 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა. კომისიის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დასკვნის რეკომენდაციების შესრულება რეალურ შედეგს და ბაზარზე ფასების შემცირებას ვერ მოიტანს. მე მესმის, რომ ჯგუფი იყო, ყავდათ დასმული, მუშაობდით იშრომეთ 107 გვერდიანი დოკუმენტი შექმნით, მაგრამ ეს არ არის ის, რაც რეალურად საქართველოში ფასებს გააიაფებს. თქვენ თუ გჯერათ, რომ ეს დოკუმენტი, ამ დოკუმენტის რეალიზების შემდეგ საქართველოში სამოხმარებლო ბაზარზე ფასები გაიაფდება, მე მაგალითად მაგის არ მჯერა რა. მაგის არ მჯერა და თქვენ თუ გჯერათ, ძალიან კარგი, მაგრამ რატომღაც ეჭვმებარება რომ გჯეროდეთ. ვერ მოვასწარი, კარგად გავცნობოდი, იმიტომ რომ დრო იყო ამისათვის მცირე. აბსოლუტურად, იმიტომ რომ თქვენ რაც ახსენეთ ეს მიდგომები ზოგადად რა თქმა უნდა ვეთანხმები, თუმცა კარგი იქნებოდა დასკვნაში მეტი კონკრეტიკა ჩაგვეწერა, მაგრამ აი მაგალითად მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები კერძო ეტიკეტის დანერგვის პრაქტიკას საქართველოში, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია გარკვეულ ქსელებს მივანიჭოთ გაზრდილი საბაზრო ძალაუფლება და საბოლოო ჯამში ეს ისევ მიგვიყვანს მონოპოლისტურ მათ მდგომარეობამდე და ეს არანაირად არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მომზადებული 104 გვერდიანი დასკვნა ახლა ჯერ პარლამენტის ბიუროზე გავა კენჭისყრაზე, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებას დეტალური დამუშავებისთვის და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადებისთვის გადაეგზავნება. ფასების შემცირების საკუთარი ხედვა არასაპარლამენტო ოპოზიციამაც წარადგინა. ოპოზიციური ალიანსის მიხედვით ძვირი ფასების დილემის ყველაზე სწრაფი გადაწყვეტა იმ ბერკეტის ამოქმედება იქნება, რაც მთავრობის ხელშია გადასახადების შემცირება. ინიციატივა ითხოვს საწვავზე აქციზის გადასახადის განახევრებას და მის დაბრუნებას 2017 წლამდე არსებული ნიშნულზე 500 ლარიდან 250 ლარამდე, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის თითო პროცენტით შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცხადი დასკვნა თუ აღიარება რაც შეიძლება საპარლამენტო დასკვნაში ამოვიკითხოთ ის არის, რომ ჩემი სიტყვებით ვიტყვი ბიზნესი არც ისეთი ხარბი აღმოჩნდა, როგორც ამის მოლოდინი მთავრობას და კანონმდებლებს ჰქონდათ, მოულოდნელი აღმოჩნდა ბიზნესის ქცევა. საქართველოს რითეილ ასოციაციის წევრმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ იწყებენ საოჯახო კალათის ინიციატივის განხორციელებას, რაც სავაჭრო ქსელებში მათ მიერვე შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში სპეციალური შეღავათიანი საფასო პოლიტიკის ამოქმედებას გულისხმობს. ეს იმ ფონზე, როცა დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ ბაზარზე დომინირებს ეგრეთ წოდებული მაღალი დაბალი high-low ფასების მოდელი, რაც ნიშნავს, რომ თაროს ფასი არ ასახავს რეალურ ფასს. ძალიან მოკლედ, როგორ მუშაობს მოდელი, პროდუქტი იყიდება მაღალი თაროს ფასით, გაყიდვების 70-80% ხდება ფასდაკლებით, საბოლოო ფასი არის შეწონილი საშუალო და არასტანდარტული ფასი. გამოდის სასურსათო კალათამ, ანუ აი ამ საოჯახო კალათის ინიციატივამ ნაწილობრივ კიდევ უფრო მეტად უნდა გააღრმავოს ეს სტრუქტურული გამოწვევა და კიდევ უფრო ბუნდოვანი უნდა გახადოს სინამდვილეში რა ღირს პროდუქტი. რითეილ ასოციაციის განცხადებით გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაეცნენ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ვრცელ დასკვნას, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასს წარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა. პროცესს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლება ბაზარზე უხეშ ჩარევას არ გეგმავს, თუმცა ბიზნესთან კოორდინაციას მიესალმება.